ხანძარი მოხდა დღეს დაბა ხელვაჩაურში დილით გაჩენილმა ძლიერმა ცეცხლმა საერთო საცხოვრებელში მცხოვრები 5 ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. თვითმხილველთა თქმით, ხანძარი თავდაპირველად ცის სახლის პირველ სართულს გაუჩნდა და ბარაკული ტიპის შენობას მალევე მთლიანად მოედო. ცეცხლს მხოლოდ 2 ოთახი გადაურჩა, აქ მცხოვრებთა თქმით, მათ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 20 წუთის დაგვიანებით მივიდა. ადგილზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. წინასწარი ვერსიით ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოძველებული ელექტროსადენები გახდა, რითი დაეხმარება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს ჩვენ მთავარ გამოშვებაში ნახავთ. წუთის განმავლობაში მოხდა აღიერეს. გარეთ ვიყავ შევერდიქით ოთახში, ამოვარდა ბუტი, რამე გავარდა ბუტმა, რამე არ ვიცი. ალბათ გაყვანილობა, იმიტომ ძალიან ძველი გაყვანილობა იყო და იმიტომ. და თან ხის ძველი სახლი რო და ხის ნაშენი იყო და რაღაცა უცებ გავრცელდა. 9 საათი კი დაჭირდა. მე მგონი თუ არ ვწდები გოგო. იმიტომ თლათ მოედო არი და მე მევიდა სახანძრო. მით უმეტეს რომ აგერ ბენზინში არის და არანაირი დაშორება არ არის. მიმდინარეობს სამუშაოები და დასასრულისკენ მიდის, უკვე ხანძარი ლოკალიზებული არის. აი, რა ინფორმაცია გაქვს ხანძარი რამ გამოიწვია? ამას ვერ დავადგენ, სანამ ცეცხლი არ ჩაქრება ბოლომდე და კრიმინალისტები არ შეუდგებიან თავის საქმიანობას. ასევე საუბრობენ სახანძრო სამსახურის დაგვიანებაზე. სახანძრო ამოვიდა დროზე, ჩვენ ეხლა სამაშველო როდესაც მოვდიოდით, კიდევ ერთხელ დავწმუნდით ჩვენი მძღოლების საგზაო წესების ცოდნაში. საერთოს გზას არ უთმობს არავინ, არც სახანძროს, არც სასწრაფო დახმარებაზე, სამაშველო სამსახურს.